სტამბოლთან ახლოს, ქინალიადას კუნძულზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეზო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით რამდენიმე დღით ქართული ხმებით, სიმღერითა და ახალგაზრდული ენერგიით აივსო. საერთაშორისო საზაფხულო ბანაკმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა მოზარდებს საქართველოდან, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აჭარაში მცხოვრებ აფხაზური ოჯახების შვილებს. ეს ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიზარდნენ. მათთვის მშობლიური აფხაზეთი უფროსი თაობის მოგონებებითა და ოჯახური ისტორიებითაა ნაცნობი. თუმცა ბანაკმა მათ საერთო ფესვებისა და იდენტობის გარშემო გაერთიანების შესაძლებლობა მისცა. მოზარდები 10 დღის განმავლობაში ჩართულები იყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემოქმედებით პროგრამებში. მათ დაათვალიერეს სტამბოლისა და ქინალიადას ისტორიული ღირსშესანიშნაობები. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კი საპატრიარქო რეზიდენციაში სტუმრობა იყო, სადაც ბანაკის მონაწილეები პირადად მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს პირველმა მიიღო და დალოცა. ბანაკის ოფიციალურ დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კურსიდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და ღონისძიების ბოლოს სერტიფიკატებიც გადასცეს. საოცარი განწყობა, საოცარი გარემო, ჩვენი დევნილი ბავშვები ზეიმობენ და ხარობენ და მე ძალიან მიხარია, რომ მათთვის ეს ბანაკი არის დაუვიწყარი და ერთ-ერთი დიდი სანახაობა და დიდი გამოცდილება ცხოვრების და განსაკუთრებული მადლობა მსოფლიო საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს ამ საოცარი დღეების ორგანიზებისთვის და განსაკუთრებით მათ შორის აჭარის კულტურის სამინისტროს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ უზრუნველყავით ჩვენი ახალგაზრდების ტრანსპორტირება და მათი დახმარება. გავეცანით ბავშვების საცხოვრებელ პირობებს, იმ გარემოს, სადაც ისინი ყოველ დღეს ატარებენ, ასევე მათ გაგვიზიარეს თავიანთი ემოციები და ძალიან გახარებულები არიან ამ ყველაფრით. მინდა მადლობა გადაუხადო როგორც აჭარის მთავრობას, ასევე მსოფლიო საპატრიარქოს და უშუალოდ ამ ბანაკის ხელმძღვანელობას ასეთი საოცარი დღეების ორგანიზებისთვის. მთავრობისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ამ ბანაკში მონაწილეობას იღებს ფერის საჯარო სკოლის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები და ესევე ეთნიკურად აფხაზი ბავშვები. წარმოდგენილი იყო კულტურულ შემოქმედებითი პროგრამა, ასევე გადავეცით სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები. როგორც ბანაკის მონაწილეები ამბობენ, ეს დღეები მათთვის დაუვიწყარი იქნება. სპორტულმა, კულტურულმა პროგრამებმა თუ სხვადასხვა აქტივობამ, მათ გუნდური მუშაობის, ურთიერთმხარდაჭერის და რაც მთავარია, მეგობრობის ახალი გამოცდილებები შესძინა. აქ ძალიან ბევრი აქტივობებია, ძალიან ხალისობს და ძალიან ბევრი მეგობრები გავიცან. აქ არის ძალიან ბევრი აქტივობა, ძალიან ბევრ რამეში ვერთობით და ამიტომაც რამოდენიმე წელი როდესაც გავაკიდე სულს რომ დავბრუნდე აქ. ეს არის ერთ-ერთი ცხოვრებისეული გამოცდილება, ახალი მეგობრები შევიძინეთ, ურთიერთობა, დისციპლინა. გავეცანით უამრავი მეგობარი და ამ მეგობრებმა დაგვეხმარეს იმაში, რომ ერთმანეთის დილობა და პატივისცემა გვესწავლა ერთმანეთთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიზანია აფხაზეთიდან დევნილმა და ეთნიკურად აფხაზმა ბავშვებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნონ, საერთო სივრცეში ინტეგრირდნენ და ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული, საერთო მომავლის შენებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.